დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელიც არის უნივერსალური სისტემა და რომელსაც ჰყავს დირიჟორი თავის ტვინის სახით. ნებისმიერი დაზიანება, რომელიც თავს უკავშირდება, ძალიან საყურადღებოა, იმიტომ რომ შეიძლება სამიზნე აღმოჩნდეს სხვა ქსოვილებთან ერთად თავის ტვინი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკობრივ ჭრილში თავის ტვინის ჯანმრთელობაზე საუბარი და თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი გადაცემა ერთგულად, თანმიმდევრულად მიყვება ამ ხაზს, როგორ უზრუნველყოთ ჩვენი თავის ტვინის ჯანმრთელობა, როგორ უზრუნველყოთ ჩვენი შვილების თავის ტვინის ჯანმრთელობა, როგორ შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას და ასე შემდეგ. დღევანდელი გადაცემა ამ საუბრების გაგრძელება გახლავთ და ამავე დროს შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩვენ შემთხვევით არ ვისაუბრეთ ამ თემაზე, ჩვენ საგანგებოდ აღნიშნეთ თავის დაზიანების მსოფლიო დღე და დღევანდელი ჩვენი საუბარი არის ერთგვარი გაგრძელება, იმიტომ რომ ჩვენ ტვინის შერყევაზე უნდა ვისაუბროთ და ვისაუბროთ ბავშვთა ნევროლოგთან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. თამარ ედიბერიძესთან ერთად თამნა დილამშვიდობისა მოგზანდი. მოგესალმებით. დავბრძანდი. როდესაც თავის ტვინის შერყევას ვახსენებთ, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მაყურებლისათვის ეს არის ზედმეტად ნაცნობი თემა. ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც არ გაუგია ასეთი სიტყვათა შეთანხმება. თუმცა დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ სულ სხვა მხარი ავირჩიოთ საუბრისთვის, სულ სხვა წახნაგი ავირჩიოთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს თავის ტვინის შერყევა, რას ნიშნავს თავის ტვინის გამოვლინებები ახლა, მწვავე პერიოდში და რას ნიშნავს თავის ტვინის შერყევის გამოვლინებები გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენად საყურადღება. მოდით ძირითად საკითხებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. ეს არის თემა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და მნიშვნელოვანია, ასაკობრივ ჭრილში განსაკუთრებით ერთის მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პატარა ბავშვი პირიქით ვითარდება მოძრაობაში და მან ძალიან ბევრი უნდა იმოძრაოს, თუმცა ჭარბი მოძრაობა მეორეს მხრივ არის ძალიან დიდი გამოწვევა ტრამვებთან დაკავშირებით, მათ შორის თავის ტრამვასთან მიმართებაში. ან ძალადობის შედეგად. რომ არაფერი ვთქვათ, კი, მაგალითად სპორტულ აქტივობასთან დაკავშირებულ ტრამვებზე და რომ არაფერი ვთქვათ ძალადობასთან, რომელიც სამწუხაროდ არც იშვიათია და სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ხდება. რეალურად ის, რაც დაუშვათ ოჯახმა უნდა იცოდეს, ის რაც ჩვეულებრივმა რიგითმა ადამიანებმა უნდა იცოდან, არის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია სპეციალისტებისთვის, მაგრამ პირველი დახმარება, პირველი შეფასება, პირველი რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სწორად, შესაბამისად, რიგითი ადამიანები იყვნენ კარგად ინფორმირებული საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომებზე და იმ პირველად დახმარებაზე, რომლის სწორად ჩატარებაზე არის ძალიან ბევრი დამოკიდებული ამ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად, ადეკვატურად, ცივი გონებით, ასე ვთქვათ, ზედმეტი პანიკის გარეშე პირველი შეფასდეს ტრამვის ტიპი და ტრამვის სიმძიმე ამ შემთხვევაში, რამდენად მასშტაბურია ტრამვა და ის პირველი სიმპტომები, რომელიც შეიძლება ჩვენს თვალწინ განვითარდეს. კრიტიკულად, ანუ საფუძველზე რომ ვისაუბროთ, ესეთი ორი სიტყვით, რა უნდა წარმოიდგინოს, ასე ვთქვათ, რიგითმა ადამიანმა. ჩვენ ვიცით, რომ თავის ტვინი მოთავსებულია ძვლოვან კოლოფში, რომელიც ერთის მხრივ კარგად იცავს მას, თუმცა მეორეს მხრივ რიგ არასტანდარტულ სიტუაციაში შეიძლება გამოწვევაც კი აღმოჩნდეს თავის ტვინისთვის და პირიქით გააძლიეროს გარკვეული ტიპის ტრამვა, ან ტიპი შეუცვალოს, ფორმა შეუცვალოს მას. თავისი არსით თავის ტვინი ერთის მხრივ დაფარულია რბილი და მაგარი გარსებით და თავისთავად ის წარმოადგენს ნერვული ბოჭკოების და სისხლძარღვების ძალიან რთულ ქსელს და სისტემას. რამდენად გამართულად ფუნქციონირებს ეს სტრუქტურები, მნიშვნელოვანია თავის ტვინის ფუნქციონირებისთვის და ტრამვასთან მიმართებაში იმის მიხედვით, რა ტიპის ტრამვაა, რა მიმართულების ტრამვაა და რამდენად მასშტაბური, შეიძლება უწყვეტობა, მაგალითად, ნერვული ბოჭკოების, სისხლძარღვების და ასე შემდეგ დაირღვეს რაღაც ეტაპზე, ან უჯრედების დონეზე მოხდეს ნივთიერებათა ცვლის, მაგალითად, ელექტრული დისბალანსის, ჟანგბადით მომარაგების დარღვევა დიფუზურად მთელ თავის ტვინში, ან ლოკალურად რომელიმე უბანში. აი ეს ერთის მხრივ ტრამვის მასშტაბი და თავის ტვინის პასუხი ამ ტრამვაზე განსაზღვრავს უშუალოდ ტრამვის დროს სიმპტომებს და იმ გადავადებულ, ანუ პროგნოზულად მნიშვნელოვან დაზიანებას, რომელმაც შეიძლება არა მაშინვე, არამედ ცოტა მოგვიანებით მოგვცეს, ასე ვთქვათ, რიკოშეტივით ეს სიმპტომები. თამნა, მოდით მოკლედ უპასუხოთ კითხვებს. როდის ვამბობთ, რომ ტვინის შერყევა? იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ტრავმა, საკმაოდ ძლიერი იყოს სხვადასხვა ზემოქმედება, მაგრამ
ტვინის შეყევა არ განვითარდეს. როდის ვამბობთ, რომ არის ტვინის შეყევა? განვასხვავებთ ხოლმე ერთის მხრივ თავის მინიმალურ ტრამვას, რომელიც პრაქტიკულად სიმპტომების გარეშე ვითარდება, ანუ ტრამვა გვქონდა, მაგრამ არანაირი ნარჩენი და არანაირი ახლო და მომავალში სიმპტომები არ აქვს. თავის მცირე ტრამვაზე ვსაუბრობთ, ანუ თავის ტვინის შერყევაზე მაშინ, როდესაც გვაქვს მინიმალური სიმპტომები, ასე ვთქვათ, კლინიკური სიმპტომები გამოვლენილი, თუმცა არც გამოკვლევით და არც დაუშვათ დაკვირვებით თავის ტვინის სტრუქტურული, ანუ ორგანული ტიპის დაზიანება, უხეში ორგანული ტიპის დაზიანება არ მოიაზრება და არ მტკიცდება, ასე ვთქვათ. თქვენ ბრძანეთ გამოვლენილი, ეს ნიშნავს, რომ ახლა დაზიანების მომენტში შეიძლება იყოს რაღაც ნიშნები ჩამოთვალოთ რა არის ასეთი ნიშნები. პირველი აუცილებლად ვიკვლევთ იმას, რომ რამდენად არის ცნობიერება შენახული, ანუ ის რაც რიგითმა ადამიანმაც და უშუალოდ თვითმხილველმა უნდა გამოიძიოს. პირველი რამდენად შენახულია ცნობიერება უშუალოდ ტრამვის დროს და გავითვალისწინოთ, რომ ცნობიერება არ არის აუცილებელი იყოს დაკარგული, ცნობიერება შეიძლება იყოს შეცვლილი. პაციენტი იყოს გაბრუებული, მაგალითად, გვპასუხობდეს კითხვებზე, მაგრამ გადავადებულად გვპასუხობდეს კითხვებზე, არასწორად გვპასუხობდეს კითხვებზე და ასე შემდეგ. ანუ ეს ნიუანსები, რამდენად არის შენახული ცნობიერება, რამდენად ორიენტაცია არის შენახული და ასე შემდეგ. და თვითონ მეტყველებაც რამდენად არის გამართული, ასე ვთქვათ, თუ გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს. ამის შემდეგ ვეძებთ, რამდენად არის ხილული დაზიანების ნიშნები, არის უხეში ტრამვის კვალი, მაგალითად, რბილი ქსოვილების დაჟიჟილობა, სისხლდენი ჭრილობა და ასე შემდეგ. ესეც გარკვეულწილად ტრამვის ლოკალიზაციაზე, ტრამვის მასშტაბებზე გარკვეულ გავლენას ახდენს და ამის შემდეგ არის თუ არა რაიმე დამატებით, მაგალითად, სასიცოცხლო ფუნქციების თვალსაზრისით, ხო, სუნთქვის რითმის დარღვევა, მაგალითად, გულისრევა ღებინება და ასე შემდეგ. რამდენად შეიძლება იყოს შინაგან გულისცემის დაუშვათ და ასე შემდეგ. რამდენად არის შეცვლილი, ანუ ეს სასიცოცხლო ფუნქციები უშუალოდ ტრამვის შემთხვევაში. წნევა, იმიტომ რომ ერთ-ერთი კითხვა მაყურებლის თავის დროზე მე მახსოვს ძალიან ნიშნულოვანი იყო, რომ დაგვრჩა პასუხი გაუცემელი და ჩვენ ამ თემას როდესაც დაუბრუნდით, აი ახლა სარგებლობ შემთხვევით. თუმცა რაზედაც თქვენ ახლა საუბრობთ თამნა, ეს არის უშუალოდ ტრამვის მომენტში ან ძალადობის შედეგად, წვავედ განვითარებული, ანუ ახლო შედეგები, როგორც ვამბობთ ხოლმე, მაგრამ არსებობს შორეული შედეგები, რომელზედაც საუბრის დასაწყისში მიანიშნეთ. რა შეიძლება მოხდეს მოგვიანებით? კი ბატონო, იმის მიუხედავად, რომ თავის ტვინის შერყევა არ განიხილება როგორც უხეში სტრუქტურული დაზიანების მქონე და უხეში სტრუქტურული დაზიანების შედეგი, გარკვეულად უჯრედების დონეზე, ფიზიოლოგიის დონეზე ცვლილებები ტვინის ქსოვილმა შეიძლება განიცადოს. შესაბამისად, მოკლევადიანი, ანუ შედეგებს პირველ რიგში ვაკვირდებით პირველი რამდენიმე საათი კრიტიკულად და შემდეგ რამდენიმე დღის მანძილზე და გადავადებულად, რაც შეეხება მაგალითად პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე, ან მაგალითად 1 წლის ვადაში შეიძლება გარკვეულწილად დავაკვირდეთ ბავშვის ან პაციენტის ზოგადად ხასიათობრივ ცვლილებებს, მაგალითად პაციენტის შემეცნებით ფუნქციებთან მიმდინარე, მაგალითად მეხსიერებასთან დაკავშირებით, მაგალითად აკადემიურ უნარებთან მიმართებაში არის თუ არა გარკვეული ცვლილებები. საბედნიეროდ უმეტეს შემთხვევაში თავის ტვინის შერყევა ადრეული ასაკის ბავშვებშიც და მოზრდილებშიც უხეში კვალის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა მინიმალურ დონეზე გარკვეული ცვლილებები მან გუნება განწყობის, ხასიათობრივ ჭრილში, აკადემიური უნარების და მეხსიერებასთან დაკავშირებით შეიძლება მოგვცეს. ძალიან ბევრია დამოკიდებული ტრამვის ტიპზე და მასშტაბზე და ძალიან ბევრია დამოკიდებული თვითონ ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უშუალოდ ტრამვის მომენტში. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად განმეორებითია ტრამვა. ერთჯერადი ტვინის შერყევა ადრეულ ასაკშიც, მათ შორის, იმიტომ რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი ნეიროპლასტიურობის საფუძველზე შეიძლება მოწყვლადიც იყოს მისი უმწიფარი ნერვული სისტემა, თუმცა ნეიროპლასტიურობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რეაბილიტაციის პროცესიც უფრო სრულყოფილად და კარგად წარიმართოს. თუმცა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით დასუსტებული ორგანიზმი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სამკურნალ-წამლო საშუალებით, მაგალითად ის რაც სისხლძარღვების განვლადობაზე მოქმედებს, ან სხვადასხვა დამაზიანებელი და ტოქსიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, გარკვეულად შეიძლება დაამძიმოს თუნდაც თავის ტვინის მინიმალური ტრამვის შედეგები. ორი კითხვა და მოკლე პასუხი. ძილის დარღვევა შეიძლება დაუკავშიროთ გადატანილ ტვინის შერყევას. ეს არ არის სპეციფიური სიმპტომი, რომელიც აუცილებლად მოიაზრება, თუმცა ორგანიზმის ინდივიდუალური გრძნობელობიდან
გამომდინარე და ინდივიდუალური განწყობებიდან გამომდინარე, კი, რა თქმა უნდა, შეიძლება მოიაზრებოდეს მათ შორის ძილღვიძილის ციკლის დარღვევა და ძილის ხარისხის გაუარესება. სჭირდება თუ არა მკურნალობა ტვინის შერყევას? ძალიან კარგი შეკითხვა. როგორც წესი, მოსახლეობა მიჩვეულია, ანუ შედარებით ძველი რეკომენდაციები რაც იყო, მაგალითად, უხეში ესეთი იმობილიზაცია ტრამვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს გამართლებული იყო იმით, რომ არაფერი გამოგვეპაროს და დავიცვათ. თანამედროვე მიდგომა აღარ არის ესეთი მკაცრი შეზღუდვა ფიზიკური აქტივობის, თუმცა რამდენიმე დღე ნებისმიერ შემთხვევაში ვურჩევთ ხოლმე აკადემიურად და ფიზიკურად დამზოგველ რეჟიმს. დამზოგველი, რა თქმა უნდა, იმობილიზაციას არ ნიშნავს, თუმცა ასეთი პაციენტს ვეუბნებით, რომ მაგალითად სპორტულ შეჯიბრებებში და უხესით ძაფრ სპორტულ აქტივობებში არ მიიღოს მონაწილეობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაადგილება, ეკრძალება მაგალითად ინტენსიური აკადემიური აქტივობები რეკომენდებული არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა რაღაც კლასგარეშე ლიტერატურა და საკუთარი სიამოვნებისთვის არ წაიკითხოს. გადაჭარბებული გადაჭეტები ნებისმიერ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო მეტად არის რეკომენდაცია, რომ არ მოხდეს ეს ყველაფერი და არ გამოიყენოს. რაც შეეხება მკურნალობას, თუ პაციენტს არ აქვს რაიმე კონკრეტული ტიპის ქრონიკული დაავადება, რომელიც მოითხოვს სპეციფიურ ჩარევას, თუ ის უკვე არ იღებს რაიმე ისეთ მედიკამენტს, რომელსაც შეიძლება მაგალითად იგივე სისხლძარღვების განვლადობის მატება ახასიათებდეს და მასთან დაკავშირებით სიფრთხილე გჭირდებოდეს, რამე სპეციფიური მკურნალობა, დაცვითი მკურნალობა თავის ტვინის შერყევას არ სჭირდება. უბრალოდ ვითვალისწინებთ აი ტკივილ-დამაყუჩებელთან მიმართებაში და ეგრეთ წოდებული ესეთი დამშვიდების საჭიროებასთან მიმართებაში, ანუ გულისხმობ იმას, რომ ერთ-ერთი რეაქცია ორგანიზმის შეიძლება იყოს არა უბრალოდ დავუშვათ მოდუნება, ძილიანობა, გაბრუება, უხასიათობა, არამედ ადრეულ ასაკის ბავშვებში ხშირად გვაქვს ხოლმე პირიქით აჟიტირება, აგზნებით, უფრო ისეთი მოუსვენრობით პასუხი, რომელიც რაღაცა ინსტინქტურად თითქოს ხელი წაუწდება ხოლმე, მათ შორის თვითმკურნალობის სახით ეგრეთ წოდებული დამამშვიდებლებისკენ, ხო? განსაკუთრებით ოჯახის წევრებს. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო აი ამ დამამშვიდებლებთან მიმართებაში, რომ უნებურად არ შევნიღბოთ ჩვენ სიმპტომები, ყოველთვის უფრო ესეთი ცივი გონებით დაკვირვება ჯობია, რა თქმა უნდა და ტკივილ-დამაყუჩებელთან მიმართებაში. თავის ტკივილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია თავის ტვინის შერყევის, არა უბრალოდ ის, რომ ადგილობრივად ლოკალურად შეიძლება ჩვენ მქონდეს დავუშვათ დაზიანება, რომელიც რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა გვტკიოდეს. თვითონ თავის ტვინის რეაქცია და გარსების რეაქცია შეიძლება იყოს ტკივილით. მაგრამ ამ დროს ვცდილობთ, რომ აი მაგალითად პარაცეტამოლს უფრო მწვანე შუქი აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ან უფრო სერიოზული ჯგუფი ტკივილ-დამაყუჩებლების თვითმკურნალობის სახით არ გამოვიყენოთ, მაინც ჯობია დავეკითხოთ პირად ექიმს, მკურნალ ექიმს და ასე შემდეგ. თამნა, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ძალიან ნაცნობ თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის საკმაოდ ბევრი უცნობი დეტალი იყო გაზიარებული და მე იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ყოველდღიურ რეალობაში, მით უფრო რომ სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებას არ ელევა საბაბი, როდესაც ჩვენ ტრაუმის, ავტოსაგზაო შემთხვევის ან ძალადობის შედეგად, ყველაზე სამწუხარო რაც არის, ძალადობის შედეგად ადამიანების და განსაკუთრებით პატარების თავის ტვინის დაზიანებაზე როცა ვლაპარაკობთ. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ გველოდება კვებითი შუქნიშანი. ძნელად წარმოსადგენია კვებითი შუქნიშანი, რომელიც ტვინის შერყევას უკავშირდება. არა და თანამედროვე მედიცინამ შეძლო ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შეკრება და იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც 10 წლეულების მანძილზე დაგროვდა, დღეს უკვე ვიცით, რომ კვებას შეუძლია დამხმარე ფუნქცია შეასრულოს, მაშინ, როდესაც დიახ გვაქვს ტვინის შერყევის დიაგნოზი. რასაკვირველია, კონკრეტულ საკვებ პროდუქტს არ შეუძლია დაძლიოს ტვინის შერყევა. არც თავიდან აგვაცილოს რასაკვირველია, მაგრამ თუ ვსაუბრობთ აღდგენაზე, ტვინის აღდგენის შესაძლებლობებზე, საკვებს შეუძლია ასეთი შესაძლებლობების გაძლიერება, რომელი პროდუქტები ხდება ასეთ შემთხვევაში, ჩამონათვალში, ყველა ის პროდუქტი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით
ანტიოქსიდანტებით, ანტიდამჟანგავებით. ყველა ის პროდუქტი, რომელიც მდიდარია კონკრეტული ცილების შემადგენლობით, ანუ ყველა ამინომჟავა, როდესაც არის ამა თუ იმ პროდუქტში. ასევე გასათვალისწინებელია განსაკუთრებით ომეგა-3 შემცველი პროდუქტები. ყველა ის პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ომეგა-3-ით. ყველა ის პროდუქტი, რომელიც გამორჩეულად მდიდარია მაგნიუმით და თუთიით. ყველა ის პროდუქტი, რომელიც გამორჩეულად მდიდარია ქოლინით. ყველა ის პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მათ შორის C ვიტამინს, E ვიტამინს, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია K ვიტამინის შემცველობა პროდუქტებში და ასე შემდეგ. მოდით ეს ყველაფერი ვთარგმნოთ კონკრეტული პროდუქტების ენაზე და ძალიან ადვილად გასაგები იქნება, რატომ აღმოჩნდა ჩვენს თეფშზე სხვადასხვა სახის მწვანე ფოთლოვანი მცენარე, მაგალითად სასარგებლო ცხიმი და E ვიტამინით მდიდარი ავოკადო, თევზი, კვერცხი, სხვადასხვა სახის კენკრა. ყველა ეს პროდუქტი ჩემი ერთ ჩამოთვლილი აუცილებელი ქიმიური ნაერთების ერთგვარი სკივრია, რომლის მოხვედრა ჩვენს ორგანიზმში შესაძლებელია ამ პროდუქტების მირთმევის შემდეგ. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავის ტვინის შერყევის მკურნალობა საკვებით არ ხდება. რასაკვირველია, ვერც სხვადასხვა გართულებას აგვაცილებს თავიდან მხოლოდ საკვების გამოყენება, მაგრამ საკვები დამხმარეა და ასეთ შემთხვევაში ომეგა-3 იქნება, მაგნიუმი იქნება, სხვადასხვა სახის ანტიოქსიდანტი იქნება თუ ვიტამინი, ეს არის ზუსტად ის ნაერთები, რომელიც აღდგენის პროცესში საკვების სახით გვეხმარება. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე გემშვიდობებით ნახვამდის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.